თითქმის 3 საათს გაგრძელდა ჟურნალისტებისა და პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრა ნინო ბურჯანაძემ როგორც ნაციონალური ისე რეგიონული მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა. პრესკონფერენციაზე ტელეარხი 25-ის გადამღების ჯგუფიც იმყოფებოდა მათნე 2007 წლის ნოემბერში განვითარებული მოვლენებითა და საქართველო-თურქეთის ურთიერთობის საკითხებით დაინტერესდა. როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა 2007 წლის 7 ნოემბრის მსგავსად ქვეყანაში ძალის გამოყენების საფრთხე აღარ დადგება. რაც შეეხება თურქეთთან ურთიერთობას, ხელისუფლება მეზობელ სახელმწიფოსთან საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. პრეზიდენტობის კანდიდატი როგორც წინა, ასევე ამჟამინდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში პოლიტიკა ორივე მხარის სასარგებლოდ გადაიხედება. ჩემი ხელისუფლებაში ყოფნის დროს არასოდეს არ მოხდება ის, რომ ადამიანები მივიდნენ იმ ზღვრამდე, რომ გამოვიდნენ ქუჩაში თავიანთი პროტესტის გამოსახატავად. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ადამიანების ხმა მოვისმინო და არა მარტო გავიგონო, არამედ შევისმინო. არასოდეს ჩვენს ქვეყანაში ძალის გამოყენების საფრთხე აღარ დადგება. მე ამას გვპირდებით. არც ქვეყნის შიდა ურთიერთობებში, არც ქვეყნის გარე ურთიერთობებში და არც ჩვენს თანამემამულე აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. თუ რამე პრობლემები და არსებობს ეს პრობლემები, მე ბუნებრივია ამ პრობლემებს ღმად შევისწავლი და ძალიან კონსტრუქციულ რეჟიმში მე ამას ჩემს თურქ მეგობრებთან და კოლეგებთან განვიხილავ და გარწმუნებთ, რომ ჩვენ საერთო ენას აუცილებლად ვიპოვით ისე, რომ არც ესე ვთქვათ თურქული მხარე იქნება ამ შემთხვევაში იგნორირებული ან შეურაცხყოფილი, მაგრამ არც ჩვენი სახელმწიფო ინტერესები არ დაზარალდება.